გუშინვე ტელეკომპანია იმედმა ფარული ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერში დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სავარაუდოდ უცხოელებისგან მიღებულ დავალებებზე, მათ შორის სამხედრო შინაარსის ინფორმაციის გადაცემაზე საუბრობენ. მათ შორის ნახსენებია ირანული დრონები. კონკრეტული სია ჩამოგვიწერეს კითხვების და გითხრეს რომ ამ თემებზე მოგვაწოდეთ ხოლმე ინფორმაცია მუდმივი. დაახლოებით 100 გვერდიანი დოკუმენტი შევკარით და რაღაცებს უგზავნით გადასამოწმებლად, რაღაცებს უკვე თქვა დადასტურებულ დოკუმენტებს და ასე შემდეგ და წინა ჩასვლაზე სადღაც 1-2 თვის წინ თქვეს რომ მუშაობენ მათ შორის ამერიკელებთან და ბრიტანელებთან რომ ეს სანქციების თემა დაძრა, რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ ამერიკელებისთვის ეს სანქციების თემა არის ბევრად უფრო დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, ანუ როდის დაიწყონ, როგორ დაიწყონ, არ დაიწყონ, რა მოყვება შიგნით და ასე შემდეგ, ანუ ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება ამას, დიდი ძროები იქნება, ვიდრე ხა უკრაინამ რო გააკეთოს ეს. თუმცა კარგი არის ის, რომ უკრაინელები ლობირებენ ჩვენთან ერთად ამ თემას. დასავლეთში არის აზრი, რომ სანამ ბიძინამდე მიხვალ, ბიძინა უნდა იყოს ბოლო წერტილი, რომელიც მოიტანს შედეგს. რო თქვა რაღაცა ლუკაშენკოს ვარიანტი არის, ხო, просто დასანქცირებული ხდია და არაფერი არ იცვლება. ამიტომ წნეხის აწევა არის ტაქტიკა. მეც ხა უცხოელები რომ მეკითხებიან, რომ ეშინიათ, რომ თქვა რა შედეგს მოიტანს, ვეუბნები, ნუ დაიწყოთ ბიძინათ. რავი, ნებისმიერი ერთი მოსამართლე დასანქცირება ან პროკურორის და ეტაპობრივი დამატება ინგლისი ამი ხო ანუ იქნება ეს რაღაცას ქვიზინი. უკრაინელებზე ბევრი რამე არის დამოკიდებული და შემთხვევაში უკრაინელების კიდევ მომავალ რაღაცა მორალურ წნეხს ვერ უძლებენ და ამის გამო რაღაცები გადის. თუმცა რაც თქვენ ჩვენთან რაც აინტერესებდათ იყო ეს ირანული დრონების ამბავი. ეს ირანული დრონები ეხლა უკრაინაში იქცა სერიოზულ პრობლემად და ეს ინფორმაცია რომ შეიძლება საქართველოზე გადაფრენით შევიდა რუსეთში ირანიდან ეს დრონები, ეს იყო მათ მნიშვნელოვანი თვითონ ახსენეს ეს ამბავი რა, რომ მაგაზე თუ დამატებით რაღაც ინფორმაცია მოუწევთ თუ დადასტურდა რომ ეგ რაღაცა არისო, ეგო შეიძლება გახდეს საფუძველიო კონსენსუსის історიულ კავშირში, იმით რომ სანქციები გამოვიყენოთ. არიგატებს გავუკეთოთ ერთი კონკრეტული ადგილი და მერე გავშალოთ. ეს იმიტომ რომ სკამები რომელიც არ არის დამეტონებული და სადაც ეკვლევათ არა ისდებიან ააკენეთ და გადაიტანეს პერიოდთან. მეთამე ჯგუფი გეცვით შემიქვა. რაციასა პრობლემა ქონდა წეგან და აქენი გეცვით შემიქვა. მე პირველი ჯგუფი ვარ და მესმის კი ოპერა მოდით დიდი ნატაუნია. მე ვიდახი რომ ბესიკის ქუჩა გადავყიდოთ ფარჯობია. ბარიკადეს სოფტე ხარ ხდება მას. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ სიხშირეზე ვინმე რო იჯდეს.